ციტრუსის სეზონი შეაჯამეს დღეს სასტუმრო რადისონში საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებმა. უწყებების მონაცემებით ფერმერებმა წელს ჯამში 10.345 ტონა სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინი ჩააბარეს და 2.127.000 ლარი მიიღეს. აქედან სახელმწიფო სუბსიდია 1.035.000 ლარი შეადგინა. სახელმწიფომ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება 2014 წლის 24 ნოემბრიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში კომპანიებმა 1 კილოგრამი მანდარინი არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდეს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან კი 1 კილოგრამ მანდარინზე 10 თეთრის ოდენობით სუბსიდია მიიღეს. სამინისტროს ინფორმაციით ციტრუსის სეზონის განმავლობაში ჯამში 22.118 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდნენ. მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობა და შესაბამისად ექსპორტიორებს არ შექმნიათ არანაირი პრობლემა პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით. შუა აზიის მიმართულებით პირველად დაიწყეთ ესეთი მასშტაბური გადატვირთვები და ექსპორტის განხორციელება. უზბეკეთია ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც ქართულ საექსპორტო გეოგრაფიას დაემატა. არსებობდა IAPI აგროკრედიტის კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობდა ექსპორტიორებს, რომ ფინანსურ რესურსებზე ქონოდათ წტომა. სამრეწველო გადამუშავების მანდარინისთვის იყო სუბსიდირების სპეციალური პროგრამა და ფაქტიურად ჩაუბარებელი მანდარინი მოსახლეობას არ დარჩენია. შტაბის შექმნა, რომელიც ორგანიზებულად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა როგორც ექსპორტიორებთან, შემფუთავ საწარმოებთან, ტრანსპორტის ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, უფრო ეფექტური გახადა მიმდინარე სეზონი და შეიძლება ითქვას, რომ სეზონი წარმატებით დასრულდა. დაზღვევის პროექტი იყო საპილოტე, ეს იყო მართლა ძალიან წარმატებული პროექტი და შედეგები, რომლებიც ფაქტიურად 1 წლის თავზე უნდა მიგვეღოს, ამი თვის განმავლობაში შევძელით, რომ მიგვეღო ეს შედეგები და გვეჩვენებინა ხალხისთვის, რომ აგროდაზღვევა არის რეალურად მართლაც აქტიური თემა და ხალხი ჩაერთო ამ პროცესში და დაიწყეს თავიანთი მოსავლის დაზღვევა.